მადლობა, ვარჯიში დასრულებულია. ჩვენ ძალიან მაგრად ვივარჯიშეთ ჩვენთან ერთად. იმდენი ვიცინეთ, რომ კინაღამ მუცელი გამისკდა. მადლობა ვარჯიშვისთვის, მწვრთნელო ქეით. საუკეთესო მწვრთნელი ხარ. თქვენ საუკეთესოდ ჩაატარეთ იოგას გაკვეთილი. მადლობა გოგოებო. ნახვამდის პონკა და მია. ნახვამდის მწვრთნელო ქეით. მია. მე მგონი ახალი ბავშვი მლიქვნელია. ჰო, მეც შევამჩნიე ეს. არ მიყვარს მლიქვნელი ბავშვები. შეიძლება? ინ, წარმოგიდგენია? დღეს სკოლის შემდეგ ბრმა პაემანი მაქვს. რა, ენჯი? ბრმა პაემანი? რა არის ეს? ძალიან საინტერესოა. წარმოიდგინე, აქამდე არასდროს მინახავს. ვა, საოცარია. დიახ, და დღეს ჩვენ უნდა შევხვდეთ პირველად. ენჯი, რა მოხდება თუ ის არ მოგეწონება? რას გააკეთებ მერე? გაიგონე? ენჯის დღეს ბრმა პაემანი აქვს. რას უყურებთ? ბიბლიოთეკა იქით არის, თუ ეს გჭირდებათ. სულელები. რასაც გვინდა იმას უყურებთ. ჭკუას ნუ გვასწავლით. შევიდეთ ბიბლიოთეკაში პონკა. ისინი ყოველთვის გვისმენენ და შემდეგ მთელს კამპუსს ეუბნებიან. უბრალოდ უნდათ რომ ჩვენნაირები იყვნენ. იოცნებან, ლუზერები უტვინოები არიან. ისინი ვერასდროს იქნებიან მაგრები. ჰო, მეგობარო. გოგოებო, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკოთ. კარგი მწვრთნელო ქეით, დღევანდელ ვარჯიშზე ძალიან ცუდად მოიქეცით. გამუდმებით იცინოდით და აწუხებდით ყველას. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ხო, პონკამ და მიამ გაგვამხიარულეს. არ მაინტერესებს ვინ გაგამხიარულათ. ლამის ჩამიშალეთ ვარჯიში. ეს უსამართლობა. რატომ გვაბრალებთ მხოლოდ ჩვენ? დიახ, უსაყვედურეთ პონკასაც და მიასაც. ნება მომეცით, მე გადავწყვიტო ვის ვუსაყვედურებ. თუ კიდევ განმეორდება, იძულებული ვიქნები შევატყობინო თქვენს მშობლებს. მწვრთნელო ქეით. მე გაგაფრთხილეთ. იმედია გაიგებთ. კარგი, მწვრთნელო ქეით. კარგი. დაგიჯერებთ. მადლობა. ქეითი ძალიან მკაცრია. ჰო, დამღალა მიოგით. თუ მომინდება, საერთოდ არ დავესწრები მის ვარჯიშებს. ის ყველაფერს მოუყვება ჩვენს მშობლებს. კიდევ ერთხელ რომ შემეხო შენი ხელკეტით, ხომ იცი სადაც აღმოჩნდება ის? გამარჯობა ბიჭებო. ძალიან მომენატრე. გამარჯობა გოგოებო. ჰეი, ფრთხილად. როგორ ხარ? ყველაზე მაგარო ბიჭო. თავს ძალიან მაგრად გრძნობ. კრის, რატომ არ მახტები ასე? არ მოგენატრე? მე არ მოგახტები შენ, არ იმსახურებ ამას. დენს, გინდა შენ მოგახტე? მართლა? შეგიძლია? ადვილია, დამიჭირე? ძმაო, კარგად ხარ? ჰო, კარგად ვარ. შენ ისეთი სულელი ხარ. შენი შეყვარებულიც კი ვერ დაიჭირე. ლოლა, ჩემო ძვირფასო, შემდეგ ჯერზე დაგიჭერ. შემდეგი ჯერი აღარ იქნება. არა, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. ჯანდაბა, ოღონდეს არა. ხედავ, ნუ მოგბაძავთ ჩვენ. ყველა ბიჭს არ შეუძლია შეყვარებულის ხელში დაჭერა. ძლიერი ვარ, მაგრამ კრის არ უნდა ჩემზე შემოხტომა. უკვე გითხარი, ბონია შემდეგ აღარ გავიმეორებ. მართალია შეიძლება ლოლასავი დაგემართოს. შენი ბრალია, სულელო. ლოლა, ეს ძალიან სამარცხვინოა. მე არ ვარ სულელი. შენ ძიმე ხარ. ჯანდაბა. ეს არ უნდა გეთქვა. რა? რა თქვი? ანუ მე მსუქანი ვარ? არა, მე ამას არ გულისხმობდი. როგორი თავხედი ხარ? კიდევ ერთი სიტყვა და დავშორდებით. კარგი, ჩუმად ვარ. მან თქვა ლოლა მსუქანიაო.
რა ხდება ბუშტო? შენი შამპუნი მაგარია. გაიწიე იქით. კარგი. ენდი დარწმუნებული ხარ რომ გინდა ლორასთან დაპირისპირება? შენ თქვი რომ ყურადღებას არ მიაქცევდი, მაგრამ გადავიფიქრე, მაღეზიანებს და პასუხს აღგებს ყველა საქციელზე. ის ჩოგბურთის გოგონების გუნდშია და ისინი ჩვენზე მეტნი არიან. არ მაინტერესებს. ლოლა და კრისი შენია, მე კი ბონიას და ლორას მივხედავ. მე შინია, მე არ მინდა დაპირისპირება. ინ, შეწყვიტე ტირილი, მე მივწერ მათ და მოვაწყობ დაპირისპირებას. მისმინეთ იდიოტებო, დროა მოვაგვაროთ ყველაფერი. მე გთავაზობთ დღეს შეხვედრას. მორჩა, ესეც ასე. ღმერთო ჩემო. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა ჩოგბურთელო გოგო. აუცილებელია დამინძახო ჩოგბურთის გოგონა? მე მაქვს სახელი. შენ ხარ ჩოგბურთელი გოგონა. არ ამაყობ ამით? ლორა შეუერთდა ჩოგბურთელი გოგონების გუნდს. ხო, მე ვიცი ძმაო, ეს ფორმა კი ხდება. გაგიჟდი? შენ ძალიან ყურადღებიანი ხარ. სად არის შენი შეყვარებული ლორა? ჩემი შეყვარებული? ის მალე მოვა და თქვენ დამეგობრდებით. სხვათა შორის, ეს ჰალკია ლორას შეყვარებული, დიდი ბიჭი. ჰალკი მისმინე, კედელზე ტარაკანივით მიქსრისავ და მერე ტუალეტში ჩაგრეცხავ. არა, არ მინდა მასთან მეგობრობა. მე მეშინია მისი. ხო არ ჩაიფსი. ქვეშაფსია. მე არ ჩამიფსია. ცოტა მეშინია მისი. შენ მშიშარა ხარ. ჩვენ მეგობრებთან ერთად მივდივართ კინოში. წამოხვალ ჩვენთან ერთად. მეც მინდა წამოსვლა. შიშობის ვერ წამოვა. დღეს ვარჯიში აქვს. მან უნდა გადადოსდე ჩვენთან ერთად წამოვიდეს. თუ ჩვენს გუნდში ხარ, უნდა დაარწმუნო რომ ჩვენთან ერთად წამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ დაარღვევ ჩვენი გუნდის წესებს. შევეცდები მის დაყოლიებას. ჩვენ ყოველთვის ერთად დავდივართ? ხო, ჩვენც, ბიჭებიც. მორჩა, ყელში ამომივიდა ამისი ბიჭები. ახლა მაგრად მოვდებ. პენს, მოიცადე, დამშვიდი, ის ძალიან მაბრაზებს. ნუ ეძახი მათ ბიჭებს, თორემ გაგიჟდებიან ამის გამო. მე გთავაზობ დღეს შეხვედრას. მისმინე იდიოტო, დროა მოვაგვაროთ ყველაფერი. ჩემთან დაპირისპირება უნდა. ჩვენ დაგეხმარებით, არ ინერვიულო. მიწერე რომ ჩვენ მას კალათბურთის მოედანზე დაველოდებით. ვაუ, გოგოების დაპირისპირება. ის ძალიან მაბრაზებს. მისმინეთ მეგობრებო, მთელი დღე სათავსოში ჩაგკეტავთ, ან ტუალეტში. სათავსო უკეთესია, იქ უფრო მეტი ადგილია. ბუშტო, გაგიჟდი? არსად არ დაგკეტოთ, გთხოვთ. თქვენ ყოველთვის ცუდად გვექცევით. ზედმეტად ბევრ ხმაურს იწვევთ. გამარჯობა ყველას. რა ხდება აქ? ეს შენს გეხება. შენ ჩაგკეტავ სათავსოში ცუდი ყოფაქცევის გამო. არ მაინტერესებს. მთავარია, ჩემი მია ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება. შენ ისეთი რომანტიული ხარ, საუკეთესო მეგობარი ბიჭი. ყველაფერს გავაკეთებ მია, შენთვის. გუფიმ საერთოდ დაკარგა გონება. ჩაკ, რა ხდება აქ? მე ჭკუას ვასწავლი ლუზერებს. აჰა, ისევ აურიეს მათ, არა? ჯერ არა. კარგი გადაწყვეტილება იყო შენი დაქირავება. სხვათა შორის, ქეითი ხომ არ გინახავს? შენი ვებხვი? არა, არ მინახავს მაგ. ჩაკ, მხოლოდ მე შემიძლია ვუწოდა მას ვებხვი, რადგან ის მწვრთნელი ქეითია. ბოდიში, მაქს. კარგი, წავალ ჩემს ვებხვს ვიპოვი. ვებხვი. აბა ლუზერებო, თქვენი საქმე წასულია. დაპატიმრებულები ხართ. რატომ? არ ვიცი, ამას მოგვიანებით მოვიფიქრებ. ჩაკ, შეხედე, მენდი აქ არის. მენდი? სად? მეგობრებო, წავიდეთ აქედან.
ჰეი, ლუზერებო, შეჩერდით. გოგოები მოდიან და იყოს მათი დაპირისპირება. კარგი ლორა, მოდი ყველაფერი მოვაგვაროთ. მე მინდოდა ამის გაკეთება ძალიან დიდი ხნით ადრე. თუ გინდოდა მაშინ ამდენ ხანს რას ველოდებოდი? ეს შენი საქმე არ არის. რატომ მოიყვანე შენი მეგობრები აქ? შეგეშინდა რომ მარტო მოსულიყავი. ჩემს მეგობარ ბიჭს თითიც არ დააკარო, თორემ მოგხვდება. სერიოზულადაა საქმე. თუ ენჯის თიც დააკარებ, შენს თავს დააბრალე. ამას ვერ გააკეთებ, ამისთვის დიდი გზა გაქვს გასავლელი. ჰეი, გოგონებო, დაიწყეთ ბრძოლა. გაჩუმდი! მეგობრებო, თუ გაინტერესებთ რა მოხდება, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. შემდეგ კი ყველაფერს გაიგებთ. ნახვამდის ყველას!